საქართველოს პროკურატურა მოლაპარაკებებს აწარმოებს ახლა ოკუპანტ ქვეყანასთან იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებული კაცი გადმოსცენ ქვეყანას. 17 თებერვლიდან იძებნებოდა გიორგი პაპაშვილი, რომელსაც ბრალად 23 წლის თაზო თივლიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა ედებოდა. ბრალად პროკურატურამ მას ინტერპოლის დახმარებით ეძებდა თურქეთში, თუმცა აღმოჩნდა, რომ პირმა, რომელმაც ქვეყანა დატოვა ცარფის გავლით თურქეთიდან, საბოლოოდ აღმოჩნდა რუსეთში და იქ იპოვეს სამართალდამცველებმა. პროკურორისგან განსხვავებით დღეს ბრალდებულის ადვოკატი გვარწმუნებდა, რომ თავად ჩაბარდა გიორგი პაპაშვილი რუს სამართალდამცველებს და თავადვე მოითხოვა საქართველოში დაბრუნება და ამ საქმეზე უფრო მეტი ჩვენების მიცემა სამართალდამცველებისთვის, ქართული გამოძიებისთვის, თუმცა პროკურორმა დღეს ფაქტებით და მტკიცებულებებით ისაუბრა სასამართლო პროცესზე. ადვოკატი გიორგი პაპაშვილისთვის დღეს სასამართლო პროცესზე აყენებდა შუამდგომლობას, რომ მას შემდეგ რაც მოხდება მისი ექსტრადირება საქართველოში, ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლოს მოსამართლემ, ვინაიდან უფრო მეტ ჩვენებას მიცემს გამოძიებას და მეტად დაეხმარება ამ საქმის გახსნაში. პროკურორმა წარმოადგინა სხვადასხვა ტიპის მტკიცებულებები, ასევე ფაქტები და ასევე მან ისაუბრა მძიმე საქმის სხვადასხვა გარემოებებზე. თქვა კიდევ ის, რომ დამატებით მოიპოვა გამოძიებამ მკვლელობის საქმეში ვიდეოკადრები, ასევე ჩვენებები, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებული კაცი 23 წლის მოკლულ ბიჭზე მუდმივად ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას მკვლელობამდე. ერთი დღით ადრეც ცემა მან სასტიკად, მეორე დღეს კი გამოასალმა სიცოცხლეს და სამ პირს აუკრძალა ამ ყველაფერზე საუბარი. ამ ეტაპზე არის ცნობილი, რომ გიორგი პაპაშვილი დაკავებულია ინტერპოლის მიერ რუსეთის ფედერაციაში, სადაც უკვე დაწყებულია ექსტრადიციის პროცედურა. ჩვენს მიერ მოპოვებული იქნა მტკიცებულება ვიდეო მასალა, სადაც ასახულია, რომ გიორგი პაპაშვილი არა მხოლოდ მის საკუთარ ბინაში ძალადობდა გარდაცვლილზე, არამედ იმ დილით, მკვლელობის დილით, ერთ-ერთ რესტორანში საკმაოდ მძიმე ფორმებით ძალადობა განახორციელა თამაზ თივლიშვილის მიმართ, რის შემდეგაც უკვე სახლში დაბრუნებულმა არაერთი ძალადობა განახორციელა და საბოლოო ჯამში იმდენად მძიმე იყო დაზიანებები თამაზ თივლიშვილის მიმართ კათოლიკურ სამართლებო, როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა საფეთქისარეში აღინიშნებოდა დაზიანებები, ზემო და ქვედა კიდურებში აღინიშნებოდა დაზიანებები, სისხლს ჩაქცევები და ამ ფორმით გიორგი პაპაშვილმა მიატოვა თამაზ თივლიშვილი და მათ შორის სხვა აღწარმოებილა პირება და საბერძნეთ რა გააკეთეს, ეგრეთ წოდებული ადიელა მიაფარეს, რომ ეთქობა უფრო თვალსაჩინოდ რაიმე სცენარი დაედგა, რომ თითქოს აიცა გიორგი თამაზ თივლიშვილი და ესე გარდაიცვა. გიორგი პაპაშვილი თავად გამოცხადდა რუსეთის შინაგან საქმეთა ორგანოებში, სადაც თავიდან გარკვეული გაუგებრობაც კი შეიქმნა, იმიტომ რომ მოსთხოვა, ამ შესაძლო დანაშაულთან შედარებით საქართველოში გამოგზავნა. მყისიერად როგორც კი ინფორმაცია მივიღეთ, რომ ის ჩაბარდა, შევატყობინეთ პროკურორს, განცხადებით მიმართა დაურთეთ ბილეთს და შევატყობინეთ დრო, როდესაც ის ჩამოფრინდებოდა. მისგან არის დათქმა, რომ ჩამოვა აბსოლუტურად ნათელს მოქმედ საქმესთან დაკავშირებით ყველაფერს და სრულად განაცხადებს რა. მეორე ბრალდებულიც მასთან ერთად იმყოფება, თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით? ან რუსეთში ერთად მოხვდა? ამასთან შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. როგორც მოისმინეთ, ადვოკატი ირწმუნება, რომ მას შემდეგ რაც გიორგი პაპაშვილს გადმოსცემენ ქართულ მხარეს, ქართულ გამოძიებას, მას უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება შეუძლია გამოძიებისთვის. სწორედ ამ ფრაზამ გააჩინა ვარაუდი, როგორც დაზარალებულის ადვოკატებში, ასევე დაკავებული 3, 20 და 21 წლის გოგო ბიჭების ადვოკატებში, რომლებსაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება გამოძიება, რომ შესაძლოა გიორგი პაპაშვილმა მისცეს დაკავებული 3 პირის წინააღმდეგ ჩვენება და თქვას, რომ დანაშაული მას არ ჩაუდენია და დანაშაული ჩაიდინეს დაკავებულებმა, რაც სრულად წარმოუდგენელია, როგორც დაზარალებულის ადვოკატისთვის, ასევე დაკავებულების ადვოკატებისთვის, როგორც ისინი ამბობენ, დაკავებული 3 პირი სამ საქმეში ერთგვარად არის დაზარალებული, გამომდინარე იქიდან, რომ გიორგი პაპაშვილი მკვლელობაში ბრალდებული კაცი, მათზეც ახდენდა ზეწოლას, ემუქრებოდა მათაც თუ ამ დანაშაულის შესახებ მოუყვებოდნენ გამოძიებას, მათაც იგივე ბედის გაზიარება ელოდებოდათ, რაც 23 წლის თაზო თივლიშვილს.
დაკავებულებების ჩვენებები ცხადყოფს, რომ პაპაშვილი ნამდვილად დამნაშავეა. დღევანდელ პროცესზე თითქოს გაჟღერდა, რომ თანამონაწილეები შეიძლება იყვნენ დაკავებულები და არის ცდელობა ხელი შეაწმინდონ 21 წლამდე პირებს, თუმცა ჯერჯერობით გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაციები ცალსახად დასტურდება, რომ უშუალოდ მკვლელობა ჩაიდინა გიორგი პაპაშვილმა და ეს არ არის მხოლოდ ერთი ან ორი მტკიცებულები დადასტურებული, არაერთი მტკიცებულება ადასტურებს ამას. შესაბამისად, პაპაშვილის ადვოკატის და დედის ცდელობა, რომ ეს დანაშაული მიმართოს დაკავებული პირების მიმართ არის უშედეგო. ჩვენ გვჯერა, რომ ერთ პირს არ მოუკლავს და თანამონაწილეები ყავს ამ დანაშაულს, თუმცა უშუალოდ პაპაშვილი რომ მკვლელობის ჩამდენია, ეს უკვე შეკრებილი მტკიცებულებებით ნამდვილად დასტურდება. გავიგე ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ეს პირი უკვე დაკავებულია, თითქოსაც ჩაბარდა მისი უფლება დამცველისაგან, ასევე სასამართლო პროცესზე მან გააჟღერა, რომ ეს პირი შეიძლება რაიმე განსხვავებულ ინფორმაციას ფლობდეს, ჩემ დაცვის ქვეშ ყოფეს ამ შემთხვევაში ორ პირს, არანაირი ასე თქვა დამამძიმებელ გარემოებებში, რასაც ქვია, ან თანამონაწილეობა, ან დახმარება, მათ აღნიშნულ დანაშაულში, ვინც რაც არ უნდა თქვას, არ არსებობს მტკიცებულება მათზე ამ ეტაპზე მსგავსი დანაშაულების მიმართებაში და ვერ დაუდასტურდება და ვერ დაუმტკიცდებათ მით უმეტეს. გარკვეული წნეხის ქვეშ იყვნენ აღნიშნული პიროვნებები და უშუალოდ ამ შემთხვევაში მთავარი ბრალდებული, ვინც არის პაპაშვილი მისი მხრიდან, ამიტომ ითხოვდა დაცვის მხარე ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დანიშვნას მათ მიმართ. სამგზის ნასამართლები მძიმე მკვლელობაში ბრალდებული გიორგი პაპაშვილი დანაშაულს არ აღიარებს. მისი ადვოკატის და ოჯახის წევრების ამტკიცებენ, რომ მას ამ დანაშაულთან შემხებლობა არ აქვს. პროკურატურა ელოდება ახლა ოკუპირებული რუსეთისგან მის გადმოცემას და უკვე საქართველოში მის გასამართლებას. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ აქვს უამრავი მტკიცებულება მის წინააღმდეგ შეგროვილი, მათ შორის ჩვენებები, მათ შორის ვიდეო კადრები, რომლითაც დასტურდება, რომ 23 წლის ახალგაზრდა სიცოცხლე სწორედ გიორგი პაპაშვილმა სასტიკად გამოასალმა.